მისამდა და ეხლა წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივ ადამიანებს ჰერეთიდან საინგილოდან ჩვენი ისტორიული მიწიდან ქალბატონ მართა ტარტარაშვილს და ბატონ კაკო ავსაჯანიშვილს ყაზბეგიდან მოხევეს. სასიამოვნო შემოგზანდი თუ შეიძლება. აი მობრძანდებიან. გამარჯობა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა იმ დღესასწაულისთვის, რომელიც მადლობა. გადაცემის მაყურებელია მთელი ერეთი, იგივე საინგილო. ვაიმე მადლობა. როცა იქ ვარ, ჩემი ოჯახიდანაც ყოველთვის დიდი ინტერესით უყურებენ თქვენს გადაცემას. მოგითხოვთ თქვენს ოჯახს. ბედნიერება, ორიოდე სიტყვით, საინგილოში დარჩენილი ძველი ისტორიული სტრიქონები ჩვენს მიერ აკრეფილი ქაღალდზე მინდა გადმოგცეთ. ეს ეხება მეფე თამარს. თამარის კულტი შეიძლება ესე ითქვას ძალიან დიდია ერეთში, რადგანაც ფაქტობრივად დღესაც არის თამარის ხიდი, თამარის გორა, თამარის ქოში, თამარის წყარო, თამარის არხი. ყოველ ნაბიჯზე თამარია. ძალიან უყვართ თამარი და თითოშინ თითო თამარია. თითოშინ თითო თამარი, რა სილამაზეა რა. ან სახლი არ არის თამარი რო არ. და ჩვენ თამარ მეფე. ჩემი ბებიები, წინაპრები, მე ეთნოგრაფიაში მუშაობდი, ასევე ფოლკლორშიც. ყველაზე დიდი მათ ღირსებაში და სიამაყეში ეთმობა მეფე თამარს და ყველა მეფეს არჩილი ვახტანგი ფიქრობდი რატოა ეს სახელები მე მივხვდი რომ ეს დიდი მეფეების წმინდანების და იქ დათესილი ამაგის გამოა ოჯახებში ეს სახელები დავითი და ასე შემდეგ მაგრამ თამარი განსაკუთრებულია თამარს ვარდი ყვარებია გზად ვარდები უფინეს ფიფინეთი ანუ ჭარი იგივე ზაქათალა ბელაქანი ხორნაბუჟი ეს ერეთია და გარდიგარდმო გზებზე სულ ვარდის მინდვრები იყო ჩემ ბავშვობაში ეხლაც დარჩენილია იყო ვარდის დიდი ზეთები გადიოდა ინდოეთამდე ეს იცოდა მეფე თამარმა და დიდ ყურადღებას აქცევდა ამ კუთხეს იმიტომ რომ აღმოსავლეთის კუთხე იყო იმიტომ რომ სადაროჯი კუთხე იყო იმიტომ რომ ბევრი ტაძრები იყო საჭირო ბევრი ციხეები და ამიტომაც დატოვა თამარმა ასეთი დიდი სახელი ბები ამბობდა რომ ყველა კუთხეს იამაყებოა მაგრამ თამარ ჩონიაო იმის სამარე ჩონთანაა ნუ ეზებიან ტყილაო დაისაკუთრა ჰერეთმა თამარ თითოშინ თითო თამარი დამამახსოვრდა თამარზე ბევრი ლეგენდები ბევრი გამოთქმები რომ იყო ეს რაღაცნაირად დაგროვდა და რაღაცა სტრიქონების ფორმა მიიღო ოღონდეს ხალხის არის მაგრამ ამაში მე თვითონაც რაღაცნაირად აი ამ ხალხმა რაც დამიტოვა დავეხმარე აი ამ ქაღალდს და უბრალოდ ქაღალდზე გადმოვიდა ვერ ვიტყვი რომ ჩემია მაგრამ ისინი იტყვიან ჩვენიც არ არისო მე მგონი იმათია და ჩვენი ყველასია და ჩვენი ყველასია ეს დიდი სტრიქონებია სადღაც 16-18 სტროფიანი იმიტომ რომ თამარს მეტიც ეკუთვნის ვართაშენის საუდოს ტერიტორია ნუხთან ვართაშენია იქამდე გზა გაიყვანა კრამიტით ანუ ესეთი ჭაღრმავებული და ზევიდან ეხლაც არის ნაწყვეტები ერთ სიტყვით ძალიან დიდია ეს კუთხე და ძალიან დიდია მეფე თამარი ამ კუთხეში და მე რომ არ შეგაწყინოთ შევამოკლებ და დიახ გისმენთ ყურადღებით და დიდი სიამოვნებით ინგილურ დიალექტს ჩვენ თამარ მეფე ყოფილა თამარ მეფე იმ გეთა ლამაზ ყოფილა ცაზე განაწყინ მასკულაც იმი თოლ პირი ყოფილა ლექართი საყდრევ უნახი ვახტანგი ნაშენევია დიდ წმინდა ნინოის სახელზე ცრემლევით გოვთენევია ქურმუხზე ფეყით გასულა თელღამეც გოვთენევია ქურმუხელები შაჭიდნაი ცხენდოღიც მოსწონევია უწუმპლოდ ღინეც გოუღია სამხტოითი დანაპირევი თავი ნათქომურ ნამდომურ ემაგრად შანამსრულევი კაკიყიდ მოსწონევია დღესაც თამარი ხიდია კერცხით კირწყალით ქუაითი ბევრ ხიდევ ოუშენევია იმ წერით წერზე თიწერზე თაზიაც არხ გოუყუნია ვართა შენამდიმ გაწდომი კრამიტით არხ გოუყუნია კირმი წელევთან გდასულა წახურიც დოუქებევია წახურელევი ნაშიპრი ნამღერიც მოსწონევია აკვანში მაწელი რწევის თითოშინ თითო თამარი იმის სახელზე განაზარდ ცხოვრებაი განაგზელევი დაუთმეთ ძალიან სერიოზული დრო საინგილოს იმიტომ რომ ეს კუთხე ჩვენგან იმსახურებს დიდი დროის დათმობას და სრულ ეთერებსაც და გადავიდეთ ყაზბეგ